პრეზენტაცია სტუდენტებისთვის აგრარული უნივერსიტეტის 200 სტუდენტს დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა წეროვანში უმასპინძლა. სასე გოროზიამ ახალგაზრდებისთვის სპეციალური პრეზენტაცია გამართა და მათთან ერთად უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასარგებლო მეურნეობა დაათვალიერა. მინისტრი სტუდენტებს სოფლის მეურნეობის სფეროში დანერგილ სიახლეებზე, ახალ ტექნოლოგიებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მგზავრობისას სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ავტობუსშივე განთავსებულ ეკრანზე ახალი ტექნოლოგიების შესახებ ფილმსაც გაცნობოდნენ. აგრარული უნივერსიტეტის 200-ზე მეტი სტუდენტი სამაჯობის პროექტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში დასაქმდება. ამიტომ ჩვენს გლეხობაში ჩვენ ამ პერიოდში დაუმუშავებელი უმთავრესი იყო გაცნობა იმისი, თუ რა ტექნოლოგიებია დღეს საქართველოში. ასე რომ ამომწურავი ინფორმაცია პრაქტიკულად, იმისათვის თუ რა ტექნოლოგიები არის დღეს დანერგილი, რას ვაპირებთ რომ დავმერგოთ, ამით რა შედეგს მივიღებთ და რა აქვს საერთოდ დაგეგმილი და მიმართულებით ვითარდება სოფლის მეურნეობა. ჩვენის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის აგრარულ უნივერსიტეტში, ყოველ მხრივ დავეხმარებით აი ამ სტუდენტებს, რა თქმა მიიღონ თავიანთი გამოცდილება კონკრეტულად მის მომავალ პროფესიაში. სამარჯვების კონცეფცია სწორედ აი ამას გულისხმობს, ყველაფერს რაზედაც მე ვისაუბრე და ბავშვები ამ ზაფხულის ჟამს, როდესაც იქნებიან დასაქმებულები საზაფხულო მუშაობებში, ის მათთვის ეს იქნება ფასდაუდებელი გამოცდილება. ვიღებთ მონაწილეობას სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამაში, რა თქმა უნდა შევიძინოთ გარკვეულ გამოცდილებას, გარკვეული პრაქტიკა იქნება ჩვენთვის და რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნება ჩვენი პროფესიული ზრდისთვის.